ბათუმში ჯაზის ფესტივალი გრძელდება, მოვლენების ეპიცენტრი პიაცას მოედანი გახდა. პიაცადან რუსუდან აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. რუსუდან დაიწყო თუ არა კონცერტი და ვიცი შემოქმედების მოსმენა შეიძლება დღეს მელომანებს? დიახ, ნინო, კონცერტი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო. ჯაზის მოყვარულები ამ წუთებში პიაცას სცენაზე უსმენენ მუსიკოს, რომელიც ჯაზის და ზოგადად მუსიკის სამყაროში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მცირე ასაკის მიუხედავად თავისი შესრულების მაღალი ტექნიკი და ნიჭიერებით აღიარება მოიპოვა არ მხოლოდ სამშობლოში, ევროპის ქვეყნებში, არამედ თავად ჯაზის სამშობლოშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქართველი ვირტუოზი ბექა გოჩიაშვილი სწორედ ამერიკაში სწავლობს და მოღვაწეობს. 15 წლის მუსიკოსი, უკვე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მფლობელია. ბექა გოჩიაშვილი ბათუმის ჯაზ ფესტივალზე საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოვიდა. ის დღევანდელ საღამოზე შეასრულებს საკუთარ კომპოზიციებს, იქნება უამრავი იმპროვიზაცია, ასევე კომპოზიციები სტივი ვანდერის რეპერტუარიდან, როგორც ახალგაზრდა მუსიკოსმა ჩვენთან საუბარში კონცერტის დაწყებამდე განაცხადა. მთავარი მიზეზი, რის გამოც ის ჯაზ ფესტივალში, რის გამოც მან ჯაზ ფესტივალში მონაწილეობა გადაწყვიტა, არის ჯაზის უსაზღვრო სიყვარული და ის დღეს ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ემოცია ჯაზის მოყვარულებს დღევანდელ საღამოზე მაქსიმალურად გაუზიაროს. გადაწყვიტა პირველ რიგში, რომ სიამოვნება მიიღო მე და მე მაყურებელისთვის იმინიჭებინა სიამოვნება, რა თქმა უნდა. ყველანაირად ვეცდები. და დღეს შევასრულებთ ძირითადად შესრულება ფანკური ელექტრონული მუსიკა, რა თქმა უნდა აკუსტიკური, ჯაზი, ამდენი სტივი ვანდერის კომპოზიციებიც და იმედია კარგი დღეს გავატარებთ. არანაკლებ საინტერესო მუსიკოსები ველოდებათ ფესტივალის სტუმრებს. კონცერტის მეორე ნაწილში დაახლოებით ნახევარ საათში პიაცას სცენაზე ცნობილი ინგლისური ჯგუფი London Community Gospel-ი გამოვა. ეს არის ჯგუფი, რომელმაც აღიარება საგალობლების ჟანრის კომპოზიციებით მოიპოვა. განსხვავებული სტილის წყალობით ის 1982 წელს დაარსდა, მაგრამ აღიარება ძალიან მალე მოიპოვა განსხვავებული სტილის წყალობით და ვრცელდება ინფორმაცია მუსიკის მოყვარულებმა იციან ამის შესახებ, რომ გარკვეული პერიოდი მათმა ტოტალურმა პოპულარობამ ერთგვარი პროტესტიც კი გამოიწვია რელიგიურ დაჯგუფებებს შორის. ჯგუფი London Community Gospel-ი შესახებ გაზეთი Guardian-ი 2003 წელს წერდა, რომ ეს არის ჯგუფი ყველაზე ჰარმონიული, ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე მოქნილი, ამასთან კონსერვატიული, რომელიც აქამდე ჩამოყალიბებულა. ამ ჯგუფს საკუთარი საკომპოზიციო ვერსიები ჩაწერილი აქვს ისეთ ცნობილ სახეებთან ერთად, როგორც არის Elton John-ი, Madonna, Paul McCartney. We are so happy to be here. We're a bit tired. სოფლიოში არც თუ ისე ბევრი გოსპელსის ჯგუფია და ჩვენ როგორც სამუმცირესობის წარმომადგენლები მოწოდებული ვართ მსმენელს სიხარული მოუტანოთ. But people want to hear something to make them feel good. We've come all the way from London. ჩვენთვის მთავარი იყო გოსპელსის ჯგუფის ჯაზ ფესტივალზე წარმოდგენა. გვპირდებით რომ იქნება ბევრი ემოცია და სცენაზე ნამდვილ ცეცხლს დავანთებთ. It's going to be funky, it's going to be moving, it's going to be inspirational, it's going to be full of a lot of fun. ხვალ 23 ივლისს მსმენელის წინაშე სტენლი ჯორდანის ჯგუფი Yellow Jetix-ი წარსდგება, ხოლო დასკვნით ფესტივალის დასკვნით დღეს 24-ში კი ჯაზის მოყვარულების წინაშე ლეგენდარული მეისი გრეი იმღერებს.